EUTHOS წევრი 37 ქვეყანა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს. განცხადებაში ხაზგასმულია წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ EUTHODIR 4 ოქტომბრის არჩევნებს ვერ დააკვირდება. ევროპული სახელმწიფოების თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერები ციხეში მოათავსა და საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომლებიც პროცესის გამჭვირვალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხელმომწერი ქვეყნები დაჟინებით მოუწოდებენ ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგისა და EUTHOS პრინციპებისადმი ერთგულება და ვალდებულებები. ისინი ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა. წუხართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს EUTHOS წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას. სამწუხაროა, რომ მოდირს დროულად არ გამოეგზავნა მოწვევა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დაკვირვება. საქართველოს დიდი ხნის პრაქტიკიდან გამომდინარე ეს დარღვევა ღრმად შემაშფოთებელია. გარდა ამისა, გრძელდება მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. ჩვენ მკაცრად გვგმობთ ქართველი ჟურნალისტის მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის არაპროპორციული განაჩენის გამოტანას და რამდენიმე მომიტინგისთვის ბოლოდროინდელ პატიმრობის განაჩენებს. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი. ხაზს უსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას. EUTHOS წევრი 37 ქვეყნის განცხადებით ისინი მტკიცედ დგანან საქართველოს ხალხის გვერდით მათი დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში, სადაც ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემლას წარმოადგენს.